ამ ვიდეოში გავხსნით ყველა სათამაშო ყუთს და გავიგებთ რომელია საუკეთესო. წარმოდგენილნი არიან, რა თქმა უნდა, გუს კვერცხები, კოშკი, პირამიდა, Kinder Surprise და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი დამიდოდა დაახლოებით 200 ლარი. ვიყიდე გოგოს ვარიანტი, ბიჭის ვარიანტი. ხო და შევანდარებთ რომელი ჯობია. გოგოსი თუ ბიჭის. მე ცოტა მიკერძებული ვიქნები. მანამდე აუცილებლად დაალაიქეთ ეს ვიდეო. ძალიან მეხმარებით. ავიდეთ 80,000 გამომწერზე. თუ აქამდე არ გამოგიწერვი ვარ, მაგრამ მიყურებ ხოლმე და გეცორება გამოწერვა ჩემი. მე მესმის შენი, don't worry. მაგრამ დღეს გაქვს შესაძლებლობა რომ გამომიწერო და გწყალ გამომწერე. 80,000 გამომწერზე გადავიღებ ჭამხოლოდ გამოძახებულ საჭმელს 24 საათის განმავლობაში. ანუ ჯერ ყოველდღიურობა უნდა მე რა. დროინით დავიწყოთ რა თქმა უნდა ბუს კვერცხებით. ახლა არ გვინდა რა ვერ ვლაპარაკი, იმიტომ რომ წინაზე 1.11 ვიყიდე და აი ეს ბეტომენის ბრელოკი ამომივიდა, უბენიერესი ვიყავი. და ნახოთ ახლა რა მოგვივა. ბუს კვერცხები ღირდა 8 და 50. დავიწყოთ ბიჭის კვერცხით. აუ რა უხარხულ ვაჭრას, აუ ბედურება. აი ვიღაცებმა მითხრეს რომ არასწორად ხსნი, აქედან არ უნდა გახსნო და მოუჭირო ხელიო რა. რა უბედურება. აუ რა მაგარი ბრელოკები ამოდის, არა გავგინე. ეს ხო Minecraft-ის ბრელოკია. აუ ხო, წერია კიდევაც რა სიცახი. ძალიან მაგარია. აუ ძალიან ძერსკია. ესენი დასრულებსაც კი უხარია, ეს დარწმუნებული ვარ. აუ მაგრად მიხარია. აი ესეთი Minecraft-ის ბრელოკი ამოგვივიდა. ეს კანფეტები უნდა დავაგროვო ალბათ 1 კილო მაინც და მაინც ხო? მაგნიტად ამომივიდა თხა. ის მაგნიტები ყველა გადავყარე. ამებსაც გადავყრე. ამდენი პლასმასის waste როა ცოტა გული მткиვა, მაგრამ უნდა ვაღიარო რომ ბუს კვერცხებს ჩემი აზრით აქვს აქედან ყველაზე მაგარი შეფუთვა. მე ყველაზე მეტად ეს მომწონს. ბრელოკი რაც ამოგვივა ხოლმე დავსვათ წინ. ეხლა გადავიდეთ გოგოს ბუს კვერცხებზე, იმიტომ რომ მეწესით გოგოს უნდა მომეწონოს. აბა, 1 2 ვუ! აი ბიჭო, მე კაი რაღაცები ამომდის. ამის გამო არ დაიგლიჯეს სახეები და დაიხოკეს ამ ზაფხულში. აუ რა ლამაზია. ღმერთო ჩემო. ლამაზია, ამას არაფერს არ ვუზამ, არაფერში გამოვიყენებ, მაგრამ ძალიან საყვარელია. შიგნით რაღაცები დაცურავს. ბუს კვერცხებს ძალიან კაი ბრელოკები აქვს. ისევ ეს კანფეტები, მე ამ კანფეტებს დაგირიგებთ ჩემ გამომწერებს. ასობგერა ტაფირი. რამე ახალი ცხოველია, პირველად მესმის. ეს ჩემი აზრით არის ბავშვების გემბლინგი, იმიტომ რომ ამ ბრელოკებს ხوارეზროს იყიდნენ, მაგრამ მოგდის კი ხარია. ბუს კვერცხებში ჩემი აზრით არის აბსოლუტური ფრეი, იმიტომ რომ ერთიც ძალიან გამიხარდა და მეორეც. გადავიდეთ ახლა ცოტა იაფასიან ვერსიაზე, Toybox-ის კვერცხებზე. ანუ აქ ცოტა ვერ გავიგე რომელია ბიჭი, რომელი გოგოსი, ამიტომ ისე გავხსნათ უბრალოდ. Toybox-ის კვერცხები ღირდა 3 და 65. შკარად ესე არის ხსნება. აუ ძალიან დამტვერილია. ამა შოკოლადია. დავლეწო მაინც. აუ შოკოლადია ხამას. აუ სპინერია, ფიდეთ სპინერი. ახლა მე რომ მშობელი ვიყო, ამას ხო არ ვიყიდია რა. თუმცა რა მოსწონია. ამათი შოკოლადი რო გავსინჯო, თქვენი აზრით ცოცხალი თუ გადავრჩები. რა ხელოვნური შოკოლადის გემოა. ესე მგონია სადღაც პადუალში გააკეთეს ეს შოკოლადი, იმენა პადუალში. თქვენ გამო. ხა ზუკოსოენზე ვარ გაზრდილი და. მას ვერ მომყავს. ასწორებს. დებილობა არა. ნაგავში. შემდეგი Toybox-ის კვერცხი ისევ ესეთი იმედგაცრუება. ძალიან რთულად და არასახარბილოდ იხსნება. აი, კრე ბიჭო, აბა რა. ძალიან ცუდი კვერცხია, ხა ნერვები მეთხრება უკვე. ეს რა სირცხვილი და თავის მოჭრა მოგვივიდა, აბა. ეს არის რაღაცა ასაწყობი დინოზავრი პლასმასის, რომელიც არის ძალიან მახინჯი. რა სისულელეები ამონდეს დღევანდელ სათამაშოებში. რაღაცების აწყობა ჩემი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა. აი რა გითხრათ, Toybox-ებში არანაირი სხვაობა არ არის, გოგოს და ბიჭის არ ყოფილა, ორივე ერთი ნაგავია, ამიტომ ოღონდ ორივე ნაგავში. და ამებს გადავყრი, იმიტომ რომ ამის ჭამას მე არ ვაპირებ. ცოტა ცუდ ხასიათზე დავდექი, ცოტა დიდ რაღაცას გავხსნი, რომ გუნება განწყობა გამოვიკეთო. ისევ Toybox-ის კვერცხებზე გადავალ. ეს არის პლასმასის, ყარი პლასმასია რა. ეს არის ბიჭის, ეს არის გოგოსი, ორივე ღირდა 9 ლარი და 25 თეთრი. დავიწყოთ ბიჭის Toybox-ით. აი ეს როგორი ხსნება ახლა. რას წარმოვიდგენდი, რომ ამ ვიდეოებში ყველაზე რთული რაღაცების გახსნა იქნებოდა. ჯუბაჯუბზი. პენოპლასტის მანქანა. მეორე პენოპლასტის მანქანა. რაღაცა ნაკლეიკა. What the fuck? Toybox-ის კევი. ეს პლასტელინია ალბათ და იმით უნდა ამოუჭრა? სასიზღარი სუნია, ეს უნდა გავაპტყელოთ და აქედან მანქანა ამოუჭრათ. იმენა ბავშვის არხად გადავიქეცი ერთ ვიდეოში. აუ, ძალიან
დიო ეს რა მსხიდიან არანაირი განსხვავება არ არის ფუ რა არის ეს ნაგავში ეს ეხა მართლა მეინტერესებს რა სირცხვილია აი რა პონტია აი ეს საჩუქრად რა პონტია ხა გადავიდეთ გოგოს ტოიბოქსზე და დარწმუნებული ვარ ესეც აბსოლუტური სისულელე იქნება აღარ იყიდოთ ესეთი რაღაცეები ამას მართლა ჩვენები ჯობია ხო არ გადავა ანუ ნახევარი ვიდეო გადის ამ რაღაცების გახსნაში. ისევ ჩუპა-ჩუპსი, ისევ იგივე სისულელე პლასტელინი, ისევ იგივე სტიკერი. ოღონდ ამჯერად ჩათვალეს, რომ მანქანა არა გოგოშკურიაო და დელფინია ძალიან გოგოშკურიო და დელფინით გამოჭერით ის რაღაცა მახინჯი პლასმასიო. პლასტელინი. სტიკერი და პლასმასის ლეგო. ამაში რა იყო გოგოშკური მე წარმოგიდგენია არ მაქვს. არც კი ვიცი რა დაუწერო ამ ყოველივეს. ბიჭის და გოგოს ტოიბოქსის კვერცხებს შორის, რომელიც ორ სალში მაქვს 20 ლარი მიცემული, აბსოლუტური ნაგავი დამხვდა. ძალიან გაფრაზებული ვარ, მე მეგონა რომ აქ ყველაზე ბედნიერი ვიდეო მექნებოდა და როგორც ჩანს ყველაზე ნერვებ მოსაშლელი ვიდეო არის ეს, რასაც ახლა ვიღებ, იმიტომ რომ ნაგავს ყიდიან რა. ეს არის ნაგავში. თანაბრად, ფრე, თუ თქვენც ჩემსავით ნერვები მოშლილი ხართ, დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხი. აი ამ ნაგავში რო გადავეხადე 200 ლარამდე, დამიფასეთ. მოდი კინდერზე გადავიდეთ, იმიტომ რომ შოკოლადი მაინც მომეწონება. ჩვენ გვაქვს ძველი კინდერი, ჩემ ბავშვობაში როგორც იყო ხოლმე ესეთი რაღაცნაირი. და კინდერ ჯოი, ეს არის კინდერ სურპრიზი, ეს არის კინდერ ჯოი. ორივე ღირდა 3 ლარი და 50 თეთრი. დაუბრუნდეთ ბავშვობაში. ძალიან მევასებოდა ამათი შოკოლადი. დღემდე ძალიან გაია. მაგრამ სათამაშოები გაბუჯეს. ვამერია დაწყომირანო აღმერდო. თან მანქანა. ეაში მაინტერესებს პლასმასის მანქანები. ბატუა ამჯერ გამოვიდა. უი, ლეჩეკოლელია, მეც ნაგავში გადავაგდე, მაგრამ okay, whatever. აი დავასკუპოთ ცოტა ხანი. ახლა გავხსნათ Kinder Joy. ნახეთ ეს უფრო მარტივად რო იხსნება ვიდრე ტოიბოქსი და ტოიბოქსში რო ამაზე ცოტა ძვირი ღერს. ისიც თავხედე ხო? კიდე რაღაცა უნდა ავაწყო. ამ ვიდეოში ვზივარ და ვაწყობ რაღაცებს. მახინჯ მანქანებს, მახინჯ დინოზავრებს. ყველაფერი დინოზავრი რატოა ჯერ ერთი ეკითხვა მაქვს. ეს არის ემბრიონი დინოზავრი. მართლა უღონდა. შოკოლადი გავსინჯოთ ამათიც. ეს კიდე უფრო გემრიელია. აუ ეს ძალიან კაი. ღმერთო უფალო. შოკოლადს გამოვიყიდი. მაგრამ მე ვთქვა. Kinder Surprise და Kinder Joy-ის შორის გაიმარჯვა Kinder Joy. შოკოლადიც უფრო გემრიელია, სათამაშო ერთნაირი ნაგავია. ეხლა კიდე აზიური სნექები გამოვიწერე და მაგებსაც გადავიდეთ. კარგი, შემდეგი გადავიდეთ. მოდი ბარემ მოვიშოროთ პატარა კვერცხები. Cosby Fun კვერცხი 3 და 15. ბიჭიც, გოგოც. დავიწყოთ ბიჭით. კაი, ეხლა დავიღალეთ საზოგადოება. რა პონტია? თუ იცით, ესენი მარტივად როგორ უნდა გავხსნო, მასწავლეთ. ეს ხო ბიჭი იყო კაცო რაც გავხსენი. ცისფერ ფერზე ხო ეთყობა რომ ბიჭისა. ბიჭების ფერი ხო ცისფერია. ვარდისფერ თუ ჩაიცვამს. ეს რა არის? დასატრიალებელია. ვაუ, რა მაგარია. მაშინ ვართ რა ქვია Inception-ში. მაგრამ მე აღმოჩნდი რეალობაში. და ძალიან ცუდ რეალობაში, იმიტომ რომ ეს არის ნაგავი. შოკოლადი ამათიც გავსინჯო. ნახე და ამაში ყრია ვარცხლავები. გამნარი პლასმასის გემო. განსუდია. გადავიდეთ გოგოზე. აუ რატო მეგონა რომ ძალიან სასაცილო და საყვარელი და ბედნიერი ვიდეო იქნებოდა. აუ რაღა თუ ნამნე პლასმასში შეყრა. ესენი ფიქრობენ რომ გოგოს ეს აინტერესებს. 2 წლის ბავშვი ხარ წარმოიდგინე. ეს გაინტერესებს. აი, ტერილი დაიწყე უკვე. არ გაინტერესებს, ვიცი. რატო ყიდიან ამას? გოგოს კვერცხსა და ბიჭის კვერცხს შორის ვერც ერთმა ვერ გაიმარჯვა ცალსახად, იმიტომ რომ ორივე ერთნაირი ნაგავია. ამიტომ ფრე. იეი, ანანორა, მაგარი ვიდეო გადაიღე. ძალიან გული მწყდება. ძალიან გული მწყდება. ეხლა ამ კვერცხებმა ერთიანად უნდა გამომისწორონ ხასიათი, თორე თქვენზე ვიყრი ჯავს. ნინიკო, გაიგე, შენ გადაწყდება ჩემი სახრე. სამწუხაროდ. შენი ჩაგრები. ყველა ვიდეოში ნინიკო, შენი ჩაგრები. შენ ხარ განტევების ვაცი, შეეგუე შენ პოზიციას. რამე კაი გავხსნათ რა. ამ კვერცხის რაც ახლა გავხსენით, მაგის დიდი ვარიანტი, ესეთი Cosby კვერცხებია. 6 და 95 ღერდა ორივე. მოდი დავიწყოთ ტვიკლით. ეს უფრო მარტივად გაიხსნა. ეს რა არის? ენაზე უნდა დავიყარო ეს? ამომივიდა რაღაც საშინელი ჯოჯოხეთური ჩუპა-ჩუპსი. 7 ლარს რო ვიხდი, აყია ჩემზე. მოდი ეს მაინც გავსინჯოთ. გემრიელია, მაგრამ არ შუშხუნებს. სირცხვილო. კაი, ეს არაფრად არ ვაგოდო. ეხლა გოგო ვნახოთ. ჯუმპინგზე. არ
მაინტერესებს ძალიან გთხოვ. ეს რა არის? პლასმასი, პლასტელინი და ჯუპაჯუპსი. რა მაგარია. ამ ორ კვერცხს შორის ორივე ისნერი ნაგავი იყო, შესაბამისად ორივე დისკრიმინაციის გარეშე წავა სანაგვეში. ამათ აქვს ძალიან საყვარელი შეფუთვა რა. ეს არის ორივე toy box-ი, ორივე ღირდა 6 ლარი და 95. ჩემი აზრით ზომისთვის ცოტა ძვირია. და დავიწყოთ ბიჭის toy box-ით. მაღაზია მეგავამდიდრე რა. არავინ არ ყიდულობდა და მე ვიყიდე ყველა. ამას საკაიფო შეფუთვა აქვს მომწონს. ბონბონი. პლასმასის საწყობი მანქანა. ბონბონი გემრიელი. არა უჩვენს რა. ოკეი. ესეც ჩვენი უპაწაწინესი მანქანა, რომელიც დაგვიჟდა 7 ლარი. Wow, so cool. და ეხლა გავხსნა გოგოს კვერცხი. ერთი სული მაქვს ამ კოშკებზე როდის გადავა. ესე თავიდანვე ვაპირებდი გახსნას, მაგრამ იმიტომ არ ვხსნი, რომ ზუსტად ვიცი რომ უკეთესი რაღაცები ამოვა. იმედი მაქვს რომ кай ხასიათით დავდგები. კაი, გოგოსაშიც ესეთი სისულელები. ისე ბონბონი. ამჯერად ასაწყობი. ველოსიპედი. ვაუ! ვიჭერს მანქანები, გოგოებს ველოსიპედები. აუ, ამას იმდენი ნაწილი აქვს. მე ამის ამწყობი ძმაო არა ვარ. გოგოსა და ბიჭის კვერცხებს შორის ღმერთო რა უხერხულეთ ეს. არანაირი განსხვავება არ ყოფილა. იმდენად ერთნაირი ნივთები დევს ყველაფერში, რომ რატო ყოფენ გოგოს კვერცხა და ბიჭის კვერცხად, მაგას ვერ ვიგებ რა. ხლა ფემინიზმზე საუბარს არ დავიწყებ, მაგრამ ბარემ ერთი ფორმა გააკეთე კვერცხის და ის გაყიდე თუ მაინც ველოსიპედი უნდა იდოს და მანქანა და ასე შემდეგ. არაფერი განსხვავება არ არის. აი რა აზრია არ მესმის. მარკეტინგულად არასწორია რა ჩემი აზრით. ორივე ფე, ორივე ნაგავში. გადავიდეთ ესეთ რაღაცა რუსულ სისულელე ძაღლი ახატია. ეს არის გოგოს უკვე არც ბიჭის. პირდაპირ ძაღლის. ძაღლი ამოვიდა. ძაღლის კვერცხში ძაღლი არ არსებობს. ჟელიბონებია. გემრიელია. მოწყია. მაგრამ მეტი არაფერი დევს. ხონა რა გითხრათ მა? ეს კვერცხიც აბასად ძალიან კარგი, ეს ნაგვის კვერცხები გადავყაროთ. გადავიდეთ ისეთებზე, რის იმედიც მაქვს. წესით ეს კარგი უნდა იყოს, არა? რაღაცა დიდია და ძვირიანი. ბონანზას სიურპრიზი კვერცხები ვიყიდეთ. ოღონდ ზომისგან განსხვავებით, ფასი საკმაოდ შედარებით იაფია. 4 და 95 ღირდა. დავიწყოთ ბიჭის ბონანზა კვერცხით. აქედან არის ბუს კვერცხები დაკოპირებული. ეხლა ხელი რო გავიჭრა. აუ, ამაზე ხელს გავიჭრე. ამ 5 ლარიან კვერცხში ამოგვივიდა ლოლიპოპი. ისევ ასაწყობი რა. მოდი აბაწყოთ. რაკეტა და ასაწყობი მანქანა გამოვიდა. დავშოთ აქ. გადავიდეთ გოგოს ბონანზაზე. ძალიან რთულად იხსნება და ამაზე ხელს გავიჭრე. რა ღმერთო, ანგაც ასაწყობია. ძაღლია თავისი სახლით, ხო არ кайფობ. გოგოს ასაწყობი კი არ არის, გოგომ უნდა პროსტ დახუროს რაღაცები, გახსნილებია და უნდა დახუროს. ან ლომა მეგობრებო რომ იზრუნეთ ჩვენზე. აი ეს ძაღლი გამოვიდა გოგოს. რადგან ბიჭის კვერცხზე უფრო მეტი ვიწვალე ვიდრე გოგოსაზე, ამიტომ გაიმარჯვა გოგოს კვერცხმა. და გადავიდეთ ფიო-ფიოზე. სხვათა შორის ძალიან მომეწონა და სასაჩუქრ ყუთებივით გამოიყურება. ეს არის გოგოსი, ეს არის ბიჭის და ღირდა 7 და 45. გავხსნათ ბიჭის ფიო-ფიო. მას ძალიან კარგად გამოიყურება რა. ქართველები ბევრად კაი რაღაცებს ვაკეთებთ. User experience მომეწონა. აუ, კაი რაღაცებს აწვდებს. აუ, აუ, რა საყვარელია. წესით ამას უნდა დავაჭირო და ამოხტეს, მაგრამ ძალიან საყვარელია. იპოვე განსხვავება. ვერ ვიპოვე ხა ამ განსხვავებას. გასაფერადებელიც მოყვება. და ამოვიდა მეორე სათამაშოც. ნუ, დაწყნარდი. აუ, რადიატორზე ჩამოვარტყი თავი. აუ. ერთ-ერთი სათამაშო, ანუ ორი სათამაშო ამოგვივიდა, ეს მინიონი და ეს წიწილა. აია, მომეწონა. მოდი ახლა გავხსნათ გოგოს ფიო-ფიო. ნახეთ რა კარგად ჩამოდის. აუ, აქაც ორი სათამაშო. ეს არის კვერცხი. ამაში დევს. აწყობილი უკვე, thanks God. სონიკის სახი აქვს. დაგურავს. აუ, იცი. აქაც რა იგივეა, იპოვე განსხვავება, გასაფერადებელი და საქართველოს ქალაქები. გოგოსა და ბიჭს შორის გაიმარჯვოს ბიჭის სათამაშო, იმიტომ რომ იქ მინიონია და მინიონი უფრო ცნობილია. რაკურსი შევცვალე, ძალიან ცუდი იყო და sorry. ყველაფერი გადავალაგე, გადმოვალაგე. ამასობაში დაგვიღამდა სხვათა შორის. შემდეგი იყოს kids box-ი. ორივე წამომიღია ბიჭის. 8 და 20 თითოეული, ორივე ქართულია, ძალიან მომწონს, ძალიან მიხარია. უნდა აღინიშნოს, რომ ქართულები უფრო ადვილადაც იხსნება და უფრო ღირებული რაღაცებიც აწყვია. ნახოთ რა ერთო ჩემ. ოუ, კაი ბლომად რაღაცები ყრია. ვოლვერინის და დედპულის სტიკერი, ფუშტი, რაღაცა პატარა თვითფრინავი. ფოფი მაგარია. ღადაო. შემიძლია გულზე გავიკეთო. ვერ გავიკეთებ, მაგრამ მაფიაზე ამით წავალ ხოლმე. პისტოლეტს დავდები იქ მაფიაზე ამასაც. ხელში რო გავისროლო. და ახლა გავხსნათ მეორე ბიჭის ყუთი. Kiss box-მა გაასწორა.
ზოიკო მაგრად ევასება თამათ. Topიანი კაცი. აუ მაგარი კაცი, ბაჭუა პლაზმასის ტოპით. ბაჭუა იხვის ჭუკი, ბრელოკი. დედპულის სტიკერი და თელი ავენჯერსის სტიკერი. მაგარია, კაი სტიკერებია. ყოჩა. პირველსა და მეორეს შორის პირველი უფრო მომეწონა, იმიტომ რომ უფრო გამოსადეგარია ის ტოპი. ეხლა გადავიდეთ პირამიდაზე და ამასობაში ვიდეო დაალაიქეთ და მე გამომიწერეთ. გოგოს პირამიდა, ბიჭის პირამიდა 6.50 იღებდა თითოეული. ოღონდ მე მგონი ფასდაკლებით, იმიტომ რომ უფრო ძვირია. ბიჭის პირამიდას დავიწყო. ხაღალდია, ხელი არ გაგეჭრება. ვასწორებს. მაგარი ძველი მანქანა. ამას მაფიაზე მივიტან და დავდებ თაროზე. გრამატიკას გვასწავლიან და ისტორიას. ისევე ილოობრივ რო დავაგროვე და შიდა ქართლის მაგნიტი. ეხლა გოგოსი გავხსნათ. ტინკერბელი. ეხლა დრას საყვარელია ტინკერბელის სათამაშო ამოვიდა. ეს კაია, ეს კაი საჩუქრ. გოგოს პირამიდასა და ბიჭის პირამიდას შორის გოგოს პირამიდა უფრო მომეწონა, იმიტომ რომ ტინკერბელი ცნობილი პერსონაჟია. ბიჭის კოშკი, გოგოს კოშკი. 9.95 იღებდა ორივეში 20 ლარი გადავიხადე. დავიწყოთ ბიჭის კოშკით. ეს რა? ხელა მანქანა. ძალიან მაგარი. თოფი გვაქვს, თოფიანი კაცი გვაქვს, პოლიციელის მანქანა გვაქვს და გამომძიებლის ვარსკვლავი ხო არ კაი ხო? ძალიან მაგარია. ბილეთი გურიაში და დაასკანერებ. აი მომგებიანია. აუნეტა იყოს. მე მეგონა ბილეთი მოვიგე რაღაცა. ნუ ეს თვალწინ ბახმარო გადაიშალა. მაგარია, მაგრამ მე მეგონა რაღაცა მოვიგე. რატომ მეგონა რომ ბილეთი მოვიგე გურიაში და წამიყვანდნენ? ეს კანფეტები ხო არავის გინდათ მოგიტან სახლში. გამომიწერე და აი ამ კანფეტებით მოვალ ჩვენთან. ეხლა გავხსნათ გოგოსი და დავამთავრებთ, მანამდე გამომიწერე და ავიდეთ რა 80,000-ზე მალე. გეხვეწებით, აი 100,000 მინდა რომ დაიწეროს ჩემ არხს. აი ძლალი. ატრიკი. ოღონდ ცოტა კიდე იმაზე უფრო პუტპუნა ვიდრე რეალურად არის. და აქა ჩვენი საყვარელი კანფეტკა. გოგოს კოშკსა და ბიჭის კოშკს შორის მე ბიჭის უფრო გამისწორდა, იმიტომ რომ ეს მანქანა უფრო ფულარი ვიდრე ეს პატრიკი, მაგრამ ორივე გაიყო რა. ყველაზე დიდი გამარჯვება ეკუთვნის ბუსკვერცხებს. ქართველების კიდე მორიგი ერთ-ერთი გამარჯვება. და ეს ვიდეო ბოლომდე თუ ნახე, მაშინ ვარდისფერი ბანწიკის ემოჯი დამიწერე კომენტარებში.